უნდა გთხოვოთ პირველ რიგში ამ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ ამბავზე თქვენი პოზიციის დაფიქსირება და ამას გარდა რაღაცნაირად კომენტარი იმაზე, რაც კობახიძემ თქვა. მოგესალმებით, მესამე მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ხო, მეცი რიჟვაძეს ამბავი კლასიკური მაგალითია იმის სისტემა, როგორ არის გადასული პარანოიაში და ვეღარ ხვდება უკვე რასაკეთებს, რა წერილს წერს, ვის წერს, როგორ ცვლის ამ წერილებს მერე, უცვლის შინაარსაც. ამ წერილის დეტალებზე საუბარი სასაცილოც არის, იმიტომ რომ კაცი რომელიც თავს იკლავს და წერილს წერს და მერე ცვლის და ამას შემთხვევით პოულობს კლინიკაში ექთანი და გადასცემს არა გამოძიებას, არამედ მედიას. ანუ სრული აბსურდი არის და ამ აბსურდში მონაწილეობა და მისი განხილვა სერიოზულად არაფერს არ გვაწყობს. ეს წერილიც იმიტომ გაჩნდა ზუსტად პროპაგანდისტულად, რომ ჩვენ ვისაუბროთ წერილზე და არა იმ ფაქტზე, როგორ დაერია ქართულ ოცნებაში ივანიშვილი თავისივე შვილებს და როგორ იწყებს მათ დევნას და ჭამას, იმიტომ რომ კონსოლიდაცია სხვანაირად ვერ ხდება. ქართულ ოცნებაში ეს ზეწოლა რაც დასავლეთიდან მოდის, თუნდაც არ დამორჩილების, არათანამშრომლობის პოლიტიკა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ქართულ ოცნებას ანგრევს, სანქციები ანგრევს და ამას ეს არ არის საქართველოს მაგალითი. გაიარა ბელარუსიამ, გაიარა რუსეთმა, ზუსტად იდენტურ გზას გადის ქართული ოცნებაც. ბელარუსიაც და რუსეთის დიდი სახელმწიფოები იყო, ეკონომიკურად, ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოები იყო, ამიტომ კონსოლიდაცია სხვანაირად მარტივად ხდება ამ დროს. საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა, ერთი ოლიგარქია, რომელიც თავის ფულზე იქით ვერაფერს ვერ ხედავს, საკუთარი ინტერესების მიღმა ვერაფერს ვერ ხედავს. ამიტომ ის გაჭირვება, რაც ქართულ ოცნებას უდგას ახლა, რაღაც უნდა შეავსოს და ეს შევსება არის ის პარანოია, ვინმე ხომ არ მიღალატებს, ვინმე ხომ არ ზედმეტკითხვებს ხომ არ დასვამს, ან ხომ არ სვამს, ვინ მისი კლანის წევრი იყო, კლანის წევრი ნახეთ ხო ღარიბაშვილი და კობახიძე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთმანეთს ვერ იტანენ და სათავოდ მიდიოდნენ სანახავად ხო. ეს სიტუაცია არის შიგნით კლანი იწყებს კონსოლიდაციას, გაუშვეს უამრავი ადამიანი, გადანაცვლება მოახდინეს სამინისტროებში, ერთგულებს იტოვებენ თითქოს, მაგრამ ეს ერთგულებიც ხანდახან კითხებს ამენ ხოლმე და სწორედ ამ პროცესში არის ქართული ოცნება, რომ ზედმეტი კითხვა მათთვის არის უკვე პრობლემა. რა უნდა იყოს ამ ყველაფერზე, როცა სისტემა ასეთ დახურულია, ხო, ჩვენ რაღაცებს მოდეს ვეყრდნობით მაინც რაღაც ურბანულ ჭორებს. რაღაც სახის ინფორმაციებს, როგორც უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ნაწილი დადასტურდა თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი სისხლით დაადასტურა ეს ყველაფერი, ხო? მე გულწრფელად რო გითხრათ, ჩემთვის დამაჯერებელია თვითმკვლელობის ვერსია. ანუ ოფიციალური ვერსია რაც არის, შეიძლება რაღაცებს შელამაზებულია, ისე რომ რაღაცა პასუხისმგებლობა ვიღაცა არ დონ, მაგრამ ვერსია რომ თორნიკე რიჟვაძემ თავი მოიკლა თვითმკვლელობის ცდილობამ თავს იკლავდა მე თქვა დიდხანს აცოცხლოს და თვითმკვლელობის ცდილობამდე დაწერა ის წერილი რაც გამოაქვეყნეს აბსოლუტურად დამაჯერებელია და ამაზე შემზარავი ისტორია საერთოდ არ მახსენდება ბოლო 30 წელიწადში. ადამიანი ესე როგორ უნდა გაჭყლიტო, დაანადგურო, რომ ესე იგი მას ემუქრებოდნენ, მას თხოვდნენ ფულის მიტანას, ბრალსდებდნენ. თან პროკურატურისგან ჩვენ ხო არ გაგვიგვია რაღაც ოფიციალური ვერსია, რომ აი გამოძიება მიმდინარეობს თორნიკე რიჟვაძეზე და აი ამის გამო მოიკლა. არა, არანაირი ოფიციალური გამოძიება არ მიმდინარეობს. ანუ ვიღაც დებდა ბრალს, ხო, არაოფიციალური უწყება. ის შესაძლებელს ვიცით, რომ ეს რაღაცა კრიმინალებისგან შემდგარი ჯგუფი ყავს ივანიშვილს, რომ თავის ყოფილი ჩინოვნიკებისგან ფული ამოიღოს, ხო? ესე იგი ივანიშვილმა მიიყვანა ეს თვითმკვლელობამდე, ისე ასე გამოდის და ოღონდ ივანიშვილს თხოვს მის ოჯახის ფარველობას. ანუ საკუთარი სიცოცხლე მიიტანავს ხერხულად, რომ გადაარჩინოს საკუთარი ოჯახი და თუნდაც საკუთარი ახლობლები, ხო, ეს თავის წრე, სწორედ ამიტომ წერს, რომ ჩემები არაფშუაში არ არიან, ჩემი დავალებით მოქმედებ და ყველაო. ამაზე უარეს ადამიანური ტრაგედია, ხო, გაჭყლეტვა, განადგურება ადამიანის. მე არ მახსენდება ნამდვილად, ხო? ეს აშიშვლებს ნამდვილად რეჟიმის რაღაცა ერთ მხარეს, რომელიც შეიძლება ასე ყოველდღურად ვერ ვხედავდეთ. ხო, ერთი რო აშიშვლებს, მეორე ის რომ ამ წერილიდან, ვის დაწერილიც არ უნდა იყოს, გამოჩნდა რომ ცდილობა იმის, რომ ივანიშვილი არ იყოს ამის დამკვეთი და განმახორციელებელი მისი ჯგუფი. ანუ ივანიშვილზე მადლობა სწორედ მაგას ნიშნავდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აღქმები, ცხადია კლანური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, კონსოლიდაციას ცდილობს, ავტომატურად სამიზნე ხდება, ბიძინა სამიზნე სუბიექტი, რომელმაც შეიძლება განახორციელოს ეს აქტი, მიემართება ივანიშვილისკენ, ამიტომ ეს რო გადაზღვეულიყო და მეცენატი და ქრისტიანი ბიძინა ივანიშვილის იმიჯი რომ არ შებრალულიყო, ამიტომ ამ პროპაგანდისტულად საჭირო იყო ამ ტექსტში მოხვედრილიყო მადლობა ბატონ ბიძინას და ეს მადლობა ბატონ ბიძინას 2012 წლიდან მოყოლებული მანტრასავით ატრიალებს ქართული ოცნება. ივანიშვილმა შეიძლება პირადადაც სახეში შემოარტყას, ოღონდ ამ შემოარტყმადაც უთხრან მადლობა ბიძინა. ეს არის, როცა დიქტატორები ძალაუფლების
დიდ რესურსს ფლობენ ყველა შრეში. ის ადამიანი ესე არის, ანუ გირტყავს, ესე იგი უყარხარ ხო გვახსოვს რაღაც ეს Facebook მემები რომ ოხამე, ანუ ზუსტად ეგ არის. ანუ ბიძინამ შექმნა ეს კულტი მის გარშემო. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინამ ყოველთვის სხვაზე იტყვიან რომ დამნაშავეა. ბიძინა უშუალოდ ჩართული არის მის განეიტრალებაში, მაგრამ მან ბადლობა ბატონ ბიძინას და თურმე დამნაშავე ყოფილა მედია. ანუ თურმე ამდენი წელი კაკაცი იყო 7 წელი თანამდებობაზე და ითმინა გადაიტანა თანამდებობაზე რომ წავიდა მერე ვერ გადაიტანა თურმე მედია რო კორუფციაში ხდებდა ბრალს. ოღონდ ბარიგების ფარველობაში რომელი მედია ხდებდა ბრალს. მე არ მახსენდება რაღაცა ეს ბრალდება. არა, ხო ეს თავად ეგ არის. და ისევ მედიას გთხოვს რომ ჩემი იყო ეს ყველაფერი, ჩემ სახლობლებს შეეშვით. ეგ ჩვენ მოგვემართება ხო ალბათ ანუ სისტემას როდესაც უჭირს როგორც გარეთ ისე შიგნით თავისივე რიგებში ებრძვის იმ ადამიანებს ვისაც ან გავლენა აქვს და საშიში შეიძლება გადაიქცეს. აი ჩვენ გვახსოვს ხო რა მოხდა რუსეთში როდესაც პრიგოჟინი და ფაქტობრივად შეიჭრა რუსეთში თავისი ეგრეთ წოდებული ჯარით მოლაპარაკება და მისი განიარაღება ააფეთქეს თვითმფრინავში ხო. ანუ ეს არის როდესაც კონკურენტი გიჩდება რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსი, ის არის საფრთხე. და საფრთხეები არა მარტო ჩვენი სახით ოპოზიციის მედიის სახით აქვს ბიძინა ივანიშვილის დასავლეთის სახით, არამედ აქვს თავად შიგნითვე. რამდენი ხანი როდესაც 12 წლის მანძილზე ქმნიდნენ დოვლატს, პრივილეგიებს, კორუფციული სქემებით მდიდებოდნენ და ჩვენ ნახეთ რომ გამოქვეყნებული ფინანსური რესურსი რაც აქვს ამ ხალხს, ანუ უამრავი ფული, რომელიც მიმართვა შეიძლება იქითკენ, საითაც შეიძლება ივანიშვილს არ უნდადეს რომ მიდიოდეს ეს ფული. ამიტომ ესეთი ადამიანები, რომლებიც კითხვას დასვამენ და ერთხელ ორჯერ გამეორებ არ დაჭირდა ხო ღარიბაშვილს და მაინც წავიდა მოუწია წასვლა. ამიტომ ადამიანები, რომლებიც კითხვას დასვამენ, ისინიც უკვე სიფრთხილით უდგება ეს ადამიანებს ბიძინა. არა, საოცრება სუნი დადგა უკვე ეს შეშინებულები არიან. ესე იგი, რასაც აქეთ აპირებდნენ ხო, რომ აი მედიაში შეშინებდა არასამთავრობო სექტორს ოპოზიციურ პარტიებს, თვითონ უარეს დაემართათ. ანუ თავისივე ხელში თვითონ აქვს ძალაუფლება, ხო, ხელისუფლებაში არიან და უარეს დაემართათ, ანუ მართლა სუნი ასდით ისე ეშინიათ. ახლა კი ღარიბაშვილი მივიდა და მე ამდენი ლაპარაკი მედიამ რო ილაპარაკა 2 დღე, კობახიძეც მივიდა, ხო, კონტაქტური გახდა. სხვები სად არიან? ერთი ახლობელი მართლა არ ყავს ამ რიჟვაძეს რო ეთქვა, რომ იცით რა, მე მაინტერესებს რა მოხდა. აი მოდი გავარკვიოთ რა ამ კაცმა რატომ მოიგო თავი. იცის ვინცაა დამკვეთი და ერთი კაცი ვერ გამოჩნდა ამ რეალობაში. არ გამოჩნდა ზუსტად. ბიძინა არის დამკვეთი და შეცვლილება. ხო, ამ მეორე მიმართულება გუშ საღამოს დაიწყო ასევე ეს ოპოზიციაზე ზრუნვის მიმართულება აშკარად ზრუნავენ რომ ნარკოტიკებისგან გაათავისუფლონ აქეთ თუმცა ამ ქალაქში ხო ეს პრობლემა აქვს მხოლოდ და მხოლოდ აქციაზე მოსიარული აქტივისტებს. სხვას არავის არ აქვს ეს. ჯერჯერობით ვერ დაამტკიცეს ყველას ვინც ტესტები ჩაიწერა მგონი ყველას უარყოფითი იყო. მაგრამ დავარებოთ თავი ამ ტესტების უარყოფითობას მართლა ხო? რასაც დაეძებენ ხო გასაგები ან მათ უნდა შეფუთონ ეს ამბავი რომ აი აქციებზე დგანან ნარკომანები. აი ამისთვის შეცვალეს კანონი და ამისთვის დაარქვეს თურმე ნარკოტიკებს ებრძვიან. რომლის უზარმაზარი პრობლემა დგას ამ ქვეყანაში. რომელსაც სერიოზული მიხედვა ჭირდება ხო მართლა ამაზე რომ გავაკეთოთ. ხო, ესეც ზუსტად იმეორებს რუსეთში მიღებულ კანონებს, როგორ დაიწყეს და ბელარუსიაში დევნა პროტესტის მონაწილეების ოციოტში და მანამდე 2012 წლიდან მოყოლებული სპუტინიკების. აი აქაც თვითონ ნოვატორები არ არიან ამ კანონებში და ქმედებებში, ისინი ერთ-ერთში იმეორებენ ყოველთვის რუსულს. რა ხდება ნახეთ კვლევებში ამოუვიდათ მათაც რომ ნარკოტიკების პრობლემა არის სერიოზულად აწუხებს საზოგადოებას ეს ყოველდღიური დისკუსიის თემად იქცა და ეს აწყობს ქართულ ოცნებას რომელიც შემოქმედი თავად არის არ არსებობს ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდიოდეს მათი თანხმობის გარეშე ანუ არ არსებობს ისინი აკონტროლებენ ამ სისტემას და ზუსტად იციან ვის შემოაქვს ვის გაქვს და ვინ არის ამ ვაჭრობაში ჩართული მაგრამ ამავდროულად ამას არ აგვარებდნენ, არ მიყავთ საქმე იქამდე რომ მოგვარდეს, იმიტომ რომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, არ აწყობთ იგივე ზუსტად შავი ფული, რაც ტრიალებს, რაზეც არის აწყობილი ქართული ოცნება და კავშირები იგივე რუსეთთან და ამიტომ როდესაც კვლევაში ამოდის საზოგადოებას ახლა კამპანიას იწყებს ქართული ოცნებაც ხო, წინასაარჩევნო თვითმმართველობის არჩევნების
იქაც ჭირდება საზოგადოებას პროპაგანდისტულად აჩვენოს, რომ ისინი ზრუნავენ საზოგადოებაზე და საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მათ აწუხებს, ქართულმა ოცნებამ უნდა მოაგვაროს. მოგვარების მეთოდებში ისინი რეალურად ხომ არ მოაგვარებენ ამ პრობლემას, ამიტომ უნდა დააყენონ იმიტაცია, რომ თითქოს ისინი ზრუნავენ საზოგადოებაზე და იწყებენ სწორედ საიდან ისე პროტესტის მონაწილეების დევნით საზოგადოება, რომელიც ბოიკოტში არის ამდენი ხანია, ანუ არენდობა ქართულ ოცნებას და იწყებენ შოუს დადგმას. ერთი, რომელიც მუშაობს, ორი ეფექტი აქვს. ერთი, როდესაც მუშაობს პროდასავლური ძალების დაშინებისკენ, არის მიმართული და მეორე საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ისინი იწყებენ ამ პრობლემის მოგვარებას და ქმნიან ნიუს. ერთი ძალიან საინტერესო მაგალითია პომერანცევს წიგნში აღწერს თუ გახსოვს დუტერტეს ამბავი ფილიპინებში, როგორ შექმნა მან თავისი ხატება, სურათი, როგორ გახდა პრეზიდენტი. ნარკოტიკების პრობლემა არ არსებობდა ქვეყანაში, მეცხრისხოვანი იყო, მაგრამ ტროლების ფაბრიკებით, დაფინანსებით, აქტორებით შექმნა ეს პრობლემა და მე თავის პროგრამა აწყო ამ პრობლემის მოგვარებაზე და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ანუ ეს თავგეგმვის სპეცოპერაცია იყო. ეს არის როცა ბიძინა ივანიშვილსაც და რუსული მეთოდი ეგ არის, ანუ ქმნიან პრობლემებს თავად. ოღონდ ამ თავი მე აგვარებენ, ვითომ აგვარებენ, ხადი ისინი არ აგვარებენ. მაგრამ ეს ამ სცენარს მიყვებიან ახაც საზოგადოებას აწუხებს ნარკოტიკების პრობლემა, რაღაცა კანონი შექმნეს, ეხლა რეიდები დაიწყეს. თითქოს აჩვენებენ, რომ ისინი წუხან საზოგადოებაზე, მაგრამ სინამდვილეში გამოიყენებენ მხოლოდ ბერკეტად იმისთვის, რომ ისევ პროდასავლური საზოგადოება გააჩერონ და გათიშონ, გამოთიშონ, დაარბიონ, ამ შემდეგ შეაშინონ, მაგრამ ის პრობლემა არსად არ მოგვარდება, იმიტომ რომ ის რომ მოგვარდეს, თავად ბიზნეს ხელქვეითებს შეექმნებათ პრობლემა. კიდევ ერთი ამბავი მოხდა გუშინ ალექსანდრე კორძაიას სასცენო სახელით კორძი ამ მუსიკოს დაესხნენ თავს და ვანიკო თარხნიშვილს მანამდე, ხო? ეს არის ხალხი, რომელიც იმ ცნობილი სიმღერის ავტორებიან ოლე ოლა. და ამის გამო ძალიან ბრაზობენ ოცნებაში და ეს არ მოწონთ ეს სიმღერა, იმიტომ რომ ძალიან მასიურია ეს სიმღერა, ხალხი ღიღინებს, ყველა ხვდება მელოდიაზე რა არის, ანუ ძალიან პოპულარული სიმღერა არის, ოღონდ აქ ერთი ნაწილია, ხო, ვიღაცა იტყვის, რომ აი ამ შეაგინა კოცებს და კოცებმაც რაღაცა, ხო, ქუჩაში შეხვდნენ და ვერ მოიწმინეს და დახვდეს. და ამის უკან ხო სინამდვილეში სხვა რაღაცა დგას, ხო? ესე იგი, ალექსანდრე კორძაია რო ბებიამისთან იყო სახში. ოცნების აქტივისტებმა საიდან იცოდნენ დაესიზმრათ, ქუჩაში წეირნობდნენ და ხმა გაიგეს, უცებ ბებიამის რო ელაპარაკებოდა. ეს ხო მათ სუსიდან უთხრეს, ხო? ანუ ეს რამხელა რესურსია ამაზე გამოყოფილი, რომ ესე იგი კორდს დახვდნენ და ცემონ, აბა სუსის ოპერატიული ჯგუფი მუშაობს ჩვეულებრივად. ანუ ეგ ხო ეგრე მარტივი არ არის, იქ უნდა უზრუნველყო რა იცი მათ შორის, რომ იქ პატრულმა არ უნდა ჩაიაროს შემთხვევით. შემთხვევით თუ იქ პატრული მოხვდა ეხლა თუ რომელმაც არ იცის რა ხდება, თუ დაინახა, ნუ ანუ იქ შემთხვევით პატრული არ უნდა იყოს, ანუ ესეც სუსმა უნდა უზრუნველყოს, ხო? ანუ თელმა სისტემამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ კორდს დაესხნენ თავს. ანუ ანიკო თარხნიშვილს, მე თან ამას კი არ მალავენ, ეს იამაყებათ, რომ აი ღიად ამობენ, რომ ეს გავაკეთეთ, ვაღიარებთ, არავინ არ გვჭის. ანუ ჩვენ ვართ აი ჩვენ ვართ სახელმწიფოს ფეხები, გაგრძელება ვართ და რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, ხო? ესეც იმ პარანოიის გაგრძელება არის, რაც ჭირს ქართულ ოცნებას. ანუ ყველა ფრონტზე მათი მარცხი, ანუ ეს მათი ქმედებები მეტყველებს, რომ ყველა ფრონტზე მათ განიცადეს მარცხი. ამიტომ ქცევა, რასაც ანუ აღარ არის, აღარნაირ ლოგიკაში აღარ ჩდება. თუნდაც ის დაწერილი წერილი რიაჯეს ეგრეთ წოდებულ თვითმკვლელობაზე, თუნდაც ეს თავდასხმები, თუნდაც ეს კანონი რაღაცა რეიდები, ანუ ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ ძალიან უჭირთ შიგნით და ქმნიან ქაოს რაღაცას ქმნიან, რომ თითქოს ისინი არსებობენ, ამით გვაჩვენებენ, რომ ისინი ისევ აქ არიან, ისევ ძლიერები არიან და არ ეშინიათ, მაგრამ სინამდვილეში აი ზუსტად იმ ნაწილში, როდესაც სუსი უსაფრდება აგვარებს კოორდინაციაში არიან იგივე მონდომება რომ გამოიჩინონ ნარკოტიკების რომელსაც ასევე ვითომ ებრძვიან იმის არალეგალური ნარკოტიკების შემოსვლაზე გასაღებას და ამ მიმართულებით რომ იმუშაონ ის პრობლემა ავტომატურად მოგვარდებოდა აქამდე რაც არის მაგრამ რესურსს კარგავენ სწორად მიმართავენ იქითკენ რომელიც მათ ძალაუფლებას არყევს ის მათ ძალაუფლებას აძლიერებს იმიტომ რომ იმაზე არიან დამოკიდებულები და აქეთ საზოგადოება რომელიც არ გაჩერდა ამდენი ხნის მანძილზე ეს წარმოუდგენელია ვინმე სჯეროდა ოდესმე რომ 200 რაღაც 46 დღე იქნებოდა და ხალხი ისევ
ქუჩაში იქნებოდა და იყვირებდა და არ გაჩერდებოდა და პროდასავლური ძალები გაერთიანდებოდნენ, ბოიკოტი იქნებოდა, არჩევნებზე მონაწილეობა. ანუ ეს ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამდენ შევძლებდით, არავინ არც ბიძინა არ წარმოიდგენდა. ამიტომ ჭირს ის სიგიჟე, რაც ჭირს. და კიდევ უფრო მეტი დაემართება იმის ფონზე, რომ გუშინ დღეს მაგალითად დებატები იყო გუშინ ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში და ეს რეზოლუციას მიიღებენ. ეს რეზოლუცია გახდება საფუძველი ბრიტანეთის გადაწყვეტილების, ამერიკის გადაწყვეტილების, ჰელსინკის კომისია ყოველთვის იყენებს ამ რეზოლუციებს იმისთვის, რომ დააჩქაროს სანქციები. ბიძინას უჭერენ როგორც შიგნიდან, ასე გარედან. ამიტომ ის კიდევ უფრო მეტ სიგიჟეს ჩაიდენს. არის ყველაზე ირაციონალური გახდება. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ბიძინას ეშინია მარცხის, იმიტომ რომ ბიძინასთვის მარცხი ნიშნავს, რომ ის აღარ იქნება რუსეთისთვის. არა, რუსეთისთვის საჭირო აღარ იქნება და ვინც რუსეთისთვის საჭირო არ არის, კი ვიცით საცხოვრებ. ცუდად ამთავრებენ. ვის რუსეთისთვის საჭირო არ არის, ნამდვილად გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენთან ერთად სრულების კოალიციდან. გიორგი, დაგემშვიდობებით.